გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ ვისკის მოყვარულთა კლუბის YouTube არხს და დღეს ვიმყოფებით Bushmills-ის დისტილერიაში. მეგონა რომ მარტივად მოხვდებოდი აქ, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, არ ყოფილა მარტივი ამ დისტილერიაში მოხვედრა. ჯერ მომიწია ჩასვლა ლონდონში, შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში, ბელფასტიდან კიდე ერთ ქალაქში მატარებლიდან კიდე Bushmills-მდე 28 გაჩერება ავტობუსით და კიდე შემდეგ 15 წუთი ფეხით მომიწია სიარული. მოკლედ ძალიან საწოლებელი ყოფილა აქ მოხვედრა საქართველოსდან. მოვედი დისტილერიაში, ვნახოთ იქნება თუ არა ტურები, იმიტომ რომ ცოტა სპონტანური გადაწყვეტა იყო Bushmills-ში წამოსვლა. შევიდეთ ახლა შიგნით, ჯერ პირველ რიგში ვიზიტორ ცენტრში, აგერ შესასვლელში არის ვიზიტორ ცენტრი და იმედია იქნება ადგილები შიგნით, თუ არა და მაღაზიას მოვინახულებთ და ბარში სამე საინტერესოს დავაგემოვნებთ. და აი როგორც ხედავთ, პირდაპირ ვიზიტორ ცენტრი, შემდეგ აი ეს შენობა Old Bushmills რო აწერია, დაბალი შენობა რო არის Old Bushmills აწერია, ეს არის სადაც მაღაზია მოთავსებული და ბარი. აი ეს მარჯვენა შენობა 4 სართულიანი არის უკვე, სადაც master blender-ი მუშაობს, თავის ვისკის აკეთებს და მაღაზიის და ბარის უკან უკვე არის დისტილერია, თავისი კასრების საცავებით, სადაც ხდება ვისკის წარმოება და ასე შემდეგ. წავიდეთ აბა. სული ინფორმაცია მაქვს, ვიზიტორ ცენტრში შევედი ახლა და სამწუხაროდ მითხრეს რომ ერთი კვირის მანძილზე ყველა ტური არის ძალიან აღებული, დაჯავშნილი და დისტილერიაში შიგნით კასრებთან ვერ შევალთ. თუმცა კარგი ინფორმაცია არის ის, რომ შეგვიძლია შევიდეთ gift shop-ში, შეგვიძლია შევიდეთ ბარში და იმედია ბარში რომ კითხავ, კარგ რაღაცებს დაგვალევინებენ. მოკლედ, აი ეს არის ჩვენი ვიზიტორ ცენტრი, სადაც ხდება ბილეთების შეძენა, რომელიც დღეს უკვე ამოწურულია. მოვედით მაღაზიასთან, ვისკი შოპთან, მოდი ვნახოთ ახლა შიგნით რა იყიდება Bushmills-ის. ძალიან ბევრი ხალხი არ ველოდი ამ ხალხს ამ სეზონზე Bushmills-ის დისტილერიაში. მაღაზია სავსეა, დისტილერიის ტურებიც შევსებულია და იმედია ბარში რამე იქნება დარჩენილი დასალევად. ხო, ძალიან დიდი არჩევანია, მოკლედ ორ ნაწილად არის მაღაზია გაყოფილი, აქეთ ნაწილში ახლა სადაც არ არის მაიკები, რაღაც კოლგები, სუვენირები სხვადასხვა და იქით ნაწილში არის ბოთლები. მოდი დავათვალე რომ ჯერ აქეთ რბია და რა ხდება. მოკლედ, კეპკები, Fuji-ის ვისკის შოკოლადები, მარმელადი, მარილი, Bushmills-ის მარილი, არ ვიცი რა უნდა იყოს და კიდერები, გოლფის ბურთები მაგალითად, Bushmills-ის, ყავა Bushmills-ის, საპონი. აი აქ არის საინტერესო. Bushmills-ის ძმარი, ბალზამიკო, ბარბეკიუ соуსი, ჯიგერები, აი ეს საინტერესო რაღაცა. ეს ხარ ვიყიდო. დავდო. ამას ალბათ ვიყიდე. ჭიქები, ტამბლერები კლასიკური, Bushmills-ის ეს ქვედა ნაწილი რო არის ბოთლის გადაჭრილი
და ნუ სხვადასხვა ჭიქები და შოკოლადები იყიდება მოკლედ აქეთ. აქეთ არის სულ მოდი მაინც შევხედოთ, მაგრამ არის მაისურები, ჰუდები, ისიც კი არის დუტის კურტკას კი არის დაბრენდილი, მოკლედ რაც კი რისი დაბრენდვა შეიძლება და ყველაფერი დაბრენდეს და აწერეს ბუშმილსის ზედ რა. აი აქ არის ბრელოკები, რაღაცა უცნაური ჭიქა, რომელიც ვისკისთან დაკავშირში არ ვიცი, უფრო ხო არ ვიცი ის არის ეს, სხვადასხვა პოსტერები, დიდები, პატარები, საფულეები. აი ეს დეკანტერი მომეწონა ძალიან. ფოცდილის ფორმის დეკანტერი არის, ბუშმილსის დაბრენდილი. ეს არის ესა თხილი უნდა ჩავყარო შეგნით თუ რა უნდა ჩავყარო თუ ტყემალი ჩავასხა არ ვიცი ლამბაკი ესა კაი მოკლედ ეს რაღაცა ბევრი სისულელეც იყიდება მოკლედ რომელსაც უბრალოდ ბუშმილსი დააწერეს და გაყიდვა ცდილობენ სამაგიეროდ აი ესეთი ძალიან ლამაზი ქოლგა ძალიან სოლიდური დიდი ქოლგა ბუშმილსის და გადავედით მეორე სექციაში, სადაც უკვე ბოთლებია. მინიატურების სეტი, სადაც Black Bush-ი არის 2 ბოთლი და კლასიკური, ну, მოკლედ სუსტი სეტია. რომის კასრი, ბურბონის კასრი, აქ ზემოთაც ბურბონი. მოკლედ ამ სტენდზე არის სტანდარტული ბუშმილსები, რომლებიც ყველამ ვიცით. მოდი ახლა აქეთ გადავიდეთ, 14 წლიანი, 12 წლიანი აი ქვემოთ არის ძალიან კარგი სასაჩუქრე შეფუთვები, სადაც 2 წელი გლენკეირნი მოყვება ბოთლს დაბრენდილი და პლუს დაბრენდილი ჯიგერის მოყვება 80 ფუნტი. ფასები ცოტა მაღალია, რო გადმოვიყვანოთ ფუნტებიდან ევროში, ევროდან ლარში. აი ჩვენი Koseway სერია, რომელზეც დღეს მოგიყვებით ცოტა ხანში დამატებით 30 წლიანი Koseway. Koseway ვიცით ალბათ ვიდეოების გვაქვს 1-2 წელი ჩაწერილი. და იქაც უყვებით რა არის და როგორ არის, თუმცა დღეს უფრო დეტალებში გეტყვით. 16 წლიანი, 21 წლიანი, ну აქ ყველაფერი არის სტანდარტული და აი ეს არის აქეთ მხარეს ყველაზე ძვირფასი თარო, სადაც 31 წლიანი, 30 წლიანი, 26, 25, 30, 36, აი 36 წლიანი ბუშმილსი, რომელიც ღირს 5000 ფუნტი. შეფუთვა ნამდვილად კარგია. სიტყვა არ ვიცი როგორია. ხო, ეს არის მოკლედ ჩვენი მაღაზია და მაღაზიიდან პირდაპირ გავდივართ აი ესე მაღაზიიდან პირდაპირ გავდივართ ბარში და მოკლედ დაგიბრუნდებით უკვე ბარიდან. პატარა სუვენირები შევიძინე და მოდი ახლა ბარში გადავინოსლოთ მაღაზიიდან და ვნახოთ რა აქვს დასავლები. ხო, ესეთი სადეგუსტაციო გლენკერნები აქვს, პროსტავარია, სადეგუსტაციო სივრცე არის ძალიან კაი გაკეთებული, 2 ნაწილად არის ეს გაყოფილი, ამ სივრცეში არის დეგუსტაცია მიდის ამ სივრცეში, იქით უკვე კოქტეილები, ჰაიბოლი და კოკა-კოლა და ესეთი რაღაცები ისიც უნდა, ლუდიც აქვს. ჩვენ თქო და ამ სივრცეში გვაინტერესებს ყოფნა. რაც შეეხება სასმელებს, აქვს 10 ფუნტი, 15 ფუნტი, 30 და 170 ფუნტის 3 ბოთლიანი სეტები. 10 და 15 ფუნტიანები არის ძალიან სუსტი საწყისი ბოთლები, ორიგინალი, კარიბიან რომის კასრი და Black Bush-ი და ასე შემდეგ. 170 ფუნტიანი არის ტრილოგია, რომელიც ძვირი ღირს უბრალოდ ძალიან და მაგდროს ვერ გავწვდებით და აი 30 ფუნტიან ვერსიას გავსინჯავთ, რომელშიც შედის 12 წლიანის, 16 წლიანი და 21 წლიანი ბუშმილსი. 21-იანთან გასინჯული არ მაქვს და მოდით ახლა გავსინჯავთ სამივეს შევუკეთო. მოკლედ ხალხო ავიღეთ 30 ფუნტიანი ვერსია, აი ესეთი სამი გლენკეირნია. ამ სამი პრინციპში არც ერთი არ გამისინჯავს. პირველი არის 12 წლიანი დისტილერი რეზერვი, რომელიც სულ ახლა ხანს გამოვიდა და არ ვიცი 10 წლიანი ჩაანაცვლეს 12-ით თუ უბრალოდ დაამატეს 12 წლიანი. შემდეგ არის 16 წლიანი, რომელიც ზოგადად გასინჯული აქვს 16 წლიანი, მაგრამ ძველი შეფუთვის, ძველი ბოთლით ახალი არ გამისინჯავს, აი ეს სხვა აბსოლუტურად სხვანაირი ფორმის ბოთლები რო გამოუშვეს მაგის მერე და ეს არის ახალი და მაგის ვნახავ. და ახალი შეფუთვის 21 წლიანი. 21 წლიანი ბუშმილსი საერთოდ გამისინჯავს არც ერთნაირი, არც ძველი, არც ახალი და ასე შემდეგ. ამ დღეს ყველაფერს პირველად სინჯავ. ხო, დღეს სამივეს პირველად სინჯავ. და კიდე აი წყალი მოხსეს ესეთი რა ქვია ამას. დოკით და დაბრენდილი ბუშმილსის წყლის ჭიქით.
ფურცელზე დევს თან ყველაფერი. თან ანუ მოყოლებს მოყვება ისა ინფორმაცია. არ მარტო არომატებია წერია, რომ შერის კასშია დავარგებული და მსგავსი ინფორმაცია როგორ ხდება და ქვევით არის ბოლოს დაახლოებით არომატები, რომლებიც უნდა დაიჭიროს ვისკის მოყვარულმაზე დამწყებაც ყველა ადამიანი, ვინც ვისკის ინჯავს. ძალიან მოკლე ინფორმაცია, 1-5-6 ხაზზე თითო ვისკიზე წერია. ეხლა ამას ასე ვერ გაჩვენოთ, მაგრამ სიტყვაზე გონდეთ. ხო. კაი, ანუ 12 წლიანზე წერია, რომ mainly informers finish Oloroso შერითავს, ანუ ძირითადად Oloroso, ანუ ბურბონის კასრია და დაფინიშებული იქნება Oloroso-s კასში. და მოდი ნახოთ 12 წლიანი. ნუ სტანდარტული ირლანდიური ტკბილი პროფილი. სასიამოვნო შეხოთშორის მომეწონა. ახალ აწლიანს მირშევნია, ახალ აწლიანზე კი გახსოვთ ჩვენი თაობების ომები რა ტრაგიკულად დასრულდა და იმას ამბლე ჯობია. კაი, 16 წლიანზე გაუგნებიან, რომ მინიმუმ 16 წელი არის დაძველებული კომბინაციაში Oloroso-s და ბურბონის კასრების და შემდეგ დაფინიშებული არის პორტვეინის კასში ბოლო რამდენიმე თვე. ხო, აბა ეს 16-იანი, ძველი 16-იანი ძალიან მიყვარს და ნახოთ ახალი რა შეგვიძლია. ამასაც ესეთ კბილი არომატები უნდა გქონდეს, დანიშნულებას ეგრე უწერია. კი, ვანილი, თაფლი და რაღაც გავს რაღაცა. კბილი არომატები არის. თუმცა აი რაც 10 წლიანში და ახალს იგივე შეჭირს ამ 16 წლიანსაც, რა ძალიან მძაფრად იყო ძველ 16-იანში ეს არომატები და აქ რაღაცა ცოტა შორს არის რა, გაწყალებულია ჩემთვის. და 21 წლიანი 21 წლიანი single malt-ი დაძველებული Oloroso-ში, ბურბონში და შემდეგ გადაეტანილი ბოლო 2 წელი, ანუ 19 წელს რო გახდა, ბოლო 20-21 წლისთვის გადაეტანეს Madeiras კასრებში. აბა ვნახოთ 21-ს პირველად ვსინჯავს საერთოდ ბუშმის. აუ ამას ვაფშე სხვა არომატებია. ო, აქ არის ეს Madeiras კასრს რამდენიმე ვისკი გამისინჯავს და არის ეს არომატები აქ. შოკოლადების და მოთხილო და დაგვარი ის არომატი. შვენიერია. კაი, მოდი დავიწყებ გასინჯას. ეს მასა ყველა ჯობია. მარტო ის გამო. არა, სუნსა. ხო, სამეს გაცხვირით ვიძახ. აი, აბა 12-იანი. წარმოგედგენთ. ხო. 12-იანი სტანდარტული როგორც რაც სულზე იყო სტანდარტული გემოსთვის არის ოდნავ ბოლოსკენ სიმწარე დატოვა, რომელიც არ მესიამოვნა, მაგრამ ძირითადში დაახლოებით 10 წლიანს გავს რა. არა, ცოტა უკეთესიც არის. მარტო აი ცოტა გრძელი შუშკუნა ეფექტი კი დატოვა ენაზე, მაგრამ აი გადაყლაპის მომენტში სიმწარე მიგრძენი და ის ნუ ხო რა. ხოხა ძალიან არ უნდა გავაკრიტიკოთ, ჩემს ყოველთვის შეიძლება ამის დალევა და ყოველთვის სრულიად იქნება 12 წლიანი ბუშმის. კაი, 16-იანი. ეს ფასები არ ვიცით ხო დაახლოებით. ვიდეოში იქნება, იმიტომ რომ ვაჩვენე იქ ვიდეოში ბოთლის ფასები მაღაზიაში ასეა. აბა ნახოთ 16-იანი. ანუ ენაზე ჩემზე ძალიან საკმაოდ რბილი არის. არა? იცი რა არის? მე მერბილა ცოტა. კარგი ვისკია, მაგრამ ის ძველი რომ ახსოვს, აი ძალიან დიდი ცხოვრება არის რა. მაგრამ რა ვქნა? ძველის მერე ეს არ მომწონს. არა შენია. არა. ძველი ჯობდა 10 თავს. რა ვქნა? ნუ საერთოდ რთულია ძველის და იგივე გემების გამეორება. არა, იგივე შეიძლება ვერ გაიმეორო, მაგრამ მსგავსებულიც. ხო რა. ანუ არ გააწყალო რა. წყალწყალაა ძალიან. აი, და მთავარი 21-იანი. ეს ახლა იმდენ კასშია რა ყოფილი, სამ სხვადასხვა კასშია ყოფილი და ესეც სამ სხვადასხვა კასშია 16-იანი. პორტში არის ბოლოს დაძველებული. მაგრამ პორტში არის დაძველებული ბოლო თვეები და ეს უკვე ბოლო 2 წელი იყო Madeiras-ში. ეს მსხვერპლზეც ეთყობა. კაი, აბა 21-იანი. მსხვერპლზეც მომწონს. მსხვერპლზეც კაია და გემოზეც კაია. აი შოკოლადის და თხილის ისეთი ვისაც უყვარს მოთხილი არომატები, იმას ძალიან მოეწონება. ო. თხილეულობა კარგად მოდის. მოკლედ ერთ-ერთი მინუსი ახლა ამ 21-ს რაც უყოვე გრადუსია. ესეც გაწყალებულია რა. ან რაღაცა
წყალივით მე, აი. ხო, 46 გრადუსი მოცულა იყოს. თხელიო რო იტყვიან, რა ქვია. აი, ჩვენ გავაგზავნოთ და თუმცა საინტერესოა, ოღონდ ეს შევწყვიტოთ ხო? ჩვენ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგიბრუნდებით ცოტა ხანში კოსოვოისთან დაკავშირებული ისტორიით, როგორც გითხარით. აი ესეთი პატარა საყვარელი ქალაქი არის თვითონ ბუშმილსი. ძალიან წყნარი მოსახლეობა ცოტა, ძალიან გაუკვირდათ, რომ ბარგით ჩამოვედი. ვერცად ვერ ვტოვებთ ბარგს, ეს არის პრობლემა და 20 კილოიანი ჩანთებით დავდივართ. აღმართ, მოკლედ დისტილერიამდე მივიდეთ. აი ესეთი არის თუ ქალაქი. 1 და 2 სართულიანი ძველებური ირლანდიური სახლებით. აი Oak House, კასრის სახლი. კასრის კი არა და მუხის სახლი. ძალიან ბევრი, ყველაფერს გვაქვს ბუშმილსი. ქალაქში ქუჩებსაც, მოედნებსაც, ბარებსაც, ყველა ბარში შეგიძლიათ გასინჯოთ და შეიძინოთ ბუშმილსის ვისკის სხვადასხვა სახეობის ბოთლები. და ახლა ცოტა ხანში ცენტრს მიუახლოვდები. ცენტრი არის რეალურად იგივე ქუჩა, ოღონდ მოედანია, გზაჯვარედინია პატარა. ამ ცენტრს მიუახლოვდები და დაგიბრუნდებით. აი ეს არის ბუშმილსის ცენტრი. ზუსტად იგივეა, უბრალოდ შუაში არის პატარა მოედანი და ეს ცენტრი არის მთავარი გაჩერება ავტობუსის და ქვია ბუშმილსის ომის მემორიალი. შუაში ხედავთ, რომ არის ჯარისკაცის პატარა ძეგლიც, რა ომზე არის კონკრეტულად ლაპარაკი არ ვიცი. აქ არის ცენტრში ძეგლთან ერთად პატარა კოშკიც, რომელიც საათს აჩვენებს და მეტი არც არაფერი ისეთი განსაკუთრებული საინტერესო აი სუვენირების მაღაზია არის კიდე რომელშიც შეიძლება რომ შევიდე. ეს არის და ეს ჩვენი ბუშმილსი. ამ ადგილის მონახულების გარეშე ბუშმილსის დატოვება არ შეიძლება. როგორც გითხარით, ბუშმილსის სეტი კოსოვეი, რომელზეც დამატებით ინფორმაციას გეტყოდით, აი ამ ადგილის საპატივცემლოდ დაერქვა. ამ ადგილს ქვია Giants Kosovo, ანუ გიგანტების გზა. მაგარი ტალღა იყო. ყოველ ეს არის უნიკალური ადგილი, ერთადერთი ადგილი მთელს მსოფლიოში, სადაც ესეთი რაღაცა ბუნებრივი საოცრება ხდება, სადაც წარმოუდგენელია როგორ მოხდა რომ აი ეს ერთნაირად არის ეს ქვები ამოჭრილი ქვებით ქვები არის აი ზოგი არის 6 კუთხა ზოგი 4 კუთხა და იდეალურად ერთმანეთში ჩალაგებული აი პირამიდებს რომ მოხდენ რომ ნევს ვერ შეარჭოფო აი ეგრე არის ჩალაგებული და მილიონობით ქვა არის აქ სხვადასხვა ფერის არის ესეთი ღია ფერის თეთრი ქვები არის ისეთი შავი ქვები თითქოს საღებავით არის გადაღებილი იდეალური კვებია. გარდა იმისა, რომ ბუშმილსის სეტს ქვია ამ ადგილის სახელი კოსოვეი, ეს ადგილი ცნობილი არის იმით, რომ აი აქ სანაპიროზე ამერიკაში მშრალი კანონის დროს ბუშმილსი აქედან გადიოდა კონტრაბანდით. შემდეგ ამერიკაში უკვე ეტიკეტის გარეშე ბოთლებში ასხამდნენ და ყიდნენ არალეგალურად ბუშმილს. აი ოკეანის გადაღმა არის პირდაპირ აილასკენ არაფერი არა აილა არის პირდაპირ ოკეანის მეორე ბოლოში არა უბრალოდ საათ ნახევარში დაგვხვდებათ კუნძული სახელად აილა თვითონ ეს ადგილი Giants Kosovo არის
იუნესკოს მიერ დაცული ტერიტორია 1966 წლიდან. და რავი, ესეთი ულამაზესი ადგილი არის მოკლედ. აი და რამხელა ტერიტორია არის შეხების. იდეალურად დალაგებული კლდის ფილები, ერთნაირად ამოჭრილი, ერთნაირ ზომაზე და ესე ჩალაგებული ძალიან მაგრა. იქით რაღაცა ასევე ძალიან საინტერესო და ლამაზი ჩანს კლდის ბოლოში და მოდით იქ მივალთ ახლა და იქიდან ჩაგერთვებით კიდე თუ რამე საინტერესო იქნება.